ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმის მოყვასის სიყვარული ქრისტიანობას. ამ თემას ეხება სახარება, რომელიც წაიკითხება სულთმომფენობიდან 24 შვიდეულის საკვირაო წირვაზე. ეს არის სახარება ლუკასი მეათე თავის 25-დან 37 მოხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. დაჰაესერა ჯულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესოს და ეტყოდა: მოძღვარ, რა ვქმნე, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო. ხოლო თავად მან რქვა მას: ჯულსა ვით არ წერილავს, ვით არ აღმოიკითხავ. ხოლო მან რქვა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. რქვა მას იესო: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სხონდე. ხოლო მას უნდა განმართლება თავითვისი და რქვა იესოს და ვინ არს მოყვას ჩემდა. მიუგო იესო და რქვა: კაცი ვინმე გარდამოვიდო და იერუსალიმით იერიქოთ და ავაზაკნი დაესხნეს, განზარცვეს იგი და წყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. ხოლო დამთხვევით მღვდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანაწარხდა. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანაწარხდა. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინო და აღსვა იგი ყარაულსათვისა და მოიყვანა იგი ყოველთასამას სადგურსა და იღვაწა იგი. და ხვალისაგან გამორაი ვიდოდა 2 დრახკანი მისცა ყოველთა სადგურის მოღვაწესა მას და რქვა: იღვაწე ეგე და თუ სხვა რაიმე წარაგო უმეტესი, მორავიდე მიქცე შენ. ვინ უკვე ამათ სამთაგანი გონიეს შენ მოყვას მისა, რომელი იგი შევარდა ავაზაკთა მათ. ხოლო მან თქვა: რომელმა ყოწყალობა მისთანა. რქვა მას იესო: ვიდოდე და ყოფთ შენცა ეგრევე. ჯულის მეცნიერი ეს იყო პიროვნება, რომელიც ასწავლიდა ხალხს, განუმარტავდა ჯულს, ასწავლიდა წმინდა წერილს და აი ეს ადამიანი მიდის იესო ქრისტესთან და უსვამს კითხვას: რა უნდა ვქნა, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო. მახარებელი ბრძანებს, რომ იგი გამოსცდიდა იესოს, ანუ ცდილობდა დაენახა მის განმარტებაში რაიმე აღმოეჩინა რაიმე შეცდომა იმისათვის, რომ აი საერთო აზრი ჯულის მეცნიერთა, მწიგნობართა, ფარისეველთა, რომ აი იესო ქრისტეს სწავლება
ჟული საწინააღმდეგო, აი ამის კიდევ ერთი მტკიცებულება მოეპოვებინა და ამით ესე იგი გაეძლიერებინა ბრძოლა იესო ქრისტესთან. და იგი სწორედ ესე თქვათ აი ამ კითხვას სვამს, ელოდება პასუხს და კითხვაზე მაცხოვარი კითხვითვე უპასუხებს. ჟულსა ვით არ წერილას, ვით არ აღმოიკითხავ. აი ამ ორ კითხვაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ესე იგი, პირველ რიგში მაცხოვარი ეუბნება, რომ ის რაც არის საუკუნო ცხოვრებისათვის აუცილებელი, ეს წერია ჟულში. და შენ ჟულის მეცნიერი ხარ და შენ თვითონ ესე იგი თავადაც უნდა იცოდე რა წერია ჟულში. და მაგრამ იქვე დააყოლებს და ვით არ აღმოიკითხავ. აი ეს რა წერია ჟულში და შენ როგორ მას კითხულობ, აი ამ ორ ასე ვთქვათ მდგომარეობას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ანუ ერთია რომ ადამიანმა იცოდეს რა წერია ჟულში და შეიძლება ზედმიწევნით კარგად იცოდეს. მაგრამ თავარი არის არა უბრალოდ ცოდნა ინფორმაციისა, რომელიც წერია წმინდა წერილში, არამედ მისი სწორი განმარტება, მისი სწორად გაგება. ანუ როგორ აღმოიკითხავ, როგორ გესმის შენ ეს წმინდა წერილი. აი ამ კითხვაში შეიძლება ითქვას არის მაცხოვრის წინასწარი ასეთი მინიშნება იმაზე, რომ აი სწორედ ის წაკითხვა წმინდა წერილისა, ჟულის მეცნიერების ჟულის მეცნიერთა წიგნობართა და ფარისეველთა მიერ არ იყოს სწორი, არ იყოს სულიერი, იყოს ზედაპირული. და რა იწვევს ამ წმინდა წერილის არასწორად წაკითხვას? წმინდა წერილის არასწორად წაკითხვის მიზეზი არის ადამიანის გონების დავნელება. და მაშინ კიდევ დავსვათ კითხვა, რა იწვევს ადამიანის გონების დავნელებას? ადამიანის გონების დავნელებას იწვევს ცოდვა და მით უმეტეს ცოდვათა სიმრავლე. და როდესაც ადამიანი სცოდავს და რაც თავარია არ ინანიებს, არ აქვს განცდა ითვისთა ცოდვათა პირიქით, მას საკუთარ თავზე აქვს საკმაოდ ესეთი კარგი, დიდი წარმოდგენა. მაშინ იგი საკუთარ ცოდვას კი არ აღიარებს, არამედ თulis რომ ეს ცოდვა არ არის. ანუ იწყებს ცოდვის გამართლებას და აი ცოდვის გამართლება არის ყველაზე დიდი ბოროტება, რადგანაც შეიძლება ადამიანმა შესწოდოს და შეინანოს, ანუ აღიაროს უფლის წინაშე თავისი უძლურება, მაგრამ როდესაც ადამიანი შესწოდავს და არათუ არ აღიარებს, არამედ გარკვეული გარემოებების ასე ვთქვათ გამო თავს გაიმართლებს, იტყვის რომ აი დიახაც ეს მე ცოდვა არ ჩამიდენია, ანუ ასეა სწორი, ასე ამ შემთხვევაში ასე უნდა მოქცეულიყავი. ანუ იწყებს ადამიანი ცოდვის გამართლებას. ერთია თავისთავად ცოდვა და მეორეა ცოდვის გამართლება, ეს არის სული წმინდის გმობა. და რასაკვირველია ასეთი ადამიანის გონება ვნელდება და გული ქვავდება, უხეშდება. და შესაბამისად, როდესაც ადამიანის გული გაქვავებულია, ცოდვებით დამძიმებულია, მისი აზროვნებაც შეზღუდული და ნათელს, ღვთაებრივ ნათელს მოკლებულია. და აი ესეთი
გაქოებული გულის ადამიანების მიერ განმარტებული წმინდა წერილი რასაკვირველია იყო არასწორად განმარტებული ეს იყო ფაქტიურად ადამიანური გონებით დამახინჯებული განმარტება წმინდა წერილისა და როდესაც მაცხოვარი წმინდა წერილს ძველ შულს, ველი აღთქმის შულს სწორად განმარტავდა, მათთვის ეს იყო სრულიად უცხო და მიუღებელი. და ისინი რასაკვირველია თვლიდნენ, რომ აი თვითონ კი არ ცდებიან, მაცხოვარი ცდება და არა მარტო ცდება, არამედ დიდ კადნიერებაშია, რამე თუ მაცხოვარი მიანიშნებდა და ზოგჯერ პირდაპირ ამბობდა, რომ იგი არის ძე ღვთისა, რომ იგი არის მესია. და რასაკვირველია, აი ამის გამო ისინი იყვნენ აღშფოთებულნი, რომ აი ეს ჯულის დამარღვეველი თან თვითმარქვია და ბოროტი სულის, ბოროტების, ბოროტი ძალების საშუალებით განდევნის ეშმაკებს. აი ესეთი იყო მათი შეფასება და ყოველ მორიგში, ასე ვთქვათ, შემთხვევაში ისინი ეძებდნენ, რომ კიდევ ერთხელ რაღაც საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ აი მაცხოვარმა შულის სწავლება დაარღვია. და აი ამ მიზნით არის მისული, ეკითხება, როგორ დავემკვიდრო საუკუნო ცხოვრება და ღებულობს ასეთ კითხვაზე კითხვას უბრუნებს მაცხოვარი, რომ აი როგორ წერია ჯულში და შენ როგორ გესმის ის რაც ჯულში წერია. ეს პიროვნება პასუხობს, რომ გიყვარდეს უფალი და გიყვარდეს მოყვასი. და მაცხოვარი უბნება ძალიან კარგი, რომ შენ ეს იცი, ამიტომ შეასრულე ეს, სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა განახორციელე და შენ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. აქ თითქოს და ხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჟულის მეცნიერი, რადგანაც მაცხოვარმა უთხრა, რომ შენ ეს იცი და გამოდის, რომ არავითარი საფუძველი არ ქონდა მას ამ კითხვის დასმისა. და რომ განმართლებულიყო, რომ არ გამოსულიყო ასე მისი ქმედება ძალიან უხერხული მისთვის ღვთისა და საზოგადოების წინაშე, შეეცადა ეთქვა, რომ ესეთი მარტივი არ არის გამსაზღვროთ რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი. და რატომ ამბობს ამას ჟულის მეცნიერი? იმიტომ ამბობს, რომ იუდეველები არა ებრაელს, იუდეველთა ქვეყნის, იუდეველთა საზოგადოების საზღვრებს გარეთ, ეს ძირითადად იყო გარდა ებრაელი ერისა, ყველა სხვა ერი და ქვეყანა იყო წარმართული. და აი სწორედ ამ ნაწილს იუდეველები არა ესე იგი ჭეშმარიტის არწმუნოების, არა ჭეშმარიტის ჟულის მატარებელ ხალხს, ნებისმიერ ხალხს ისინი არ თვლიდნენ მოყვასად. უღირსებად თვლიდნენ, ცოდვილებად თვლიდნენ. ასევე კიდევ უფრო ავიწროებდნენ ისინი წრეს ამ შემთხვევაში ელიტარული ფენა და ისინი თვლიდნენ, რომ აი ვინც ჟულის აღმასრულებელი არ არის, ისიც ფაქტიურად აღარ არის მოყვასი, მასაც არის ეგების ესეთი მართალთა მხრიდან სახურება, მოყვასის სიყვარული ნიშნავს მოყვასის სახურებას.
არც მათ არ ეკუთვნით ეს სიყვარული, არც მათ არ ეკუთვნით ეს მსახურება. ზოგი კიდე უფრო ავიწროებდა და ამბობდა ეს არის შენი ნათესავი, ეს არის შენი მეგობარი და ვინც რაიმე სიკეთე გაგიკეთა შენ ცხოვრებაში, აი მათ მიმართ ხარ შენ ვალდებული. ანუ ძალიან ავიწროებდნენ ამ წრეს და აი სწორედ ამას swams კითხვას, რომ აი რა არის ის წრე, რომელსაც ქვია მოყვასი და ამით ვაყოფილია, რომ აი მან ეს გამოსავალი იპოვა და თქვა, რომ არც თუ ისე ესე ვთქვათ, ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და არც თუ ესე ნათელია ყველაფერი. ამის შემდეგ უკვე მაცხოვარი უყვება მას აი სწორედ იმ იგავს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ მოწყალე სამარიტელის შესახებ და რა არის ამ თხრობის მთავარი არსი, რომ ორმა ადამიანმა, თან ორმა ისეთმა ადამიანმა, რომელიც იუდეველთა საზოგადოებაში არიან უპირატესნი თავისი ესეთი ღმერთთან სიახლოვით, რადგანაც ეს უდელი ეს არის ესეთი საზოგადოების რჩეული ნაწილი, სამღვდელოება არის საზოგადოების რჩეული ნაწილი, რომელიც გარდა იმისა, რომ ჟურის მცოდნეა და მასწავლებელია, თვითონაც არის მაგალითი საზოგადოებისათვის, აი ესეთი ჭეშმარიტად ჟულისმიერი ცხოვრების წესით. და ისინი ამას თავადაც ასე მიიჩნევდნენ, რომ ისინი ასეთები არიან. და ლევიტელები კიდე არიან, ესე ვთქვათ, ასევე ის შეიძლება ითქვას ნაწილი ებრაული საზოგადოების, რომელიც დაახლოებული არიან ღვთისმსახურებთან და ფაქტიურად ღვთისმსახურთა დამხმარენი არიან, მღვდელმსახურთა დამხმარენი არიან და ბუნებრივია მათი ცოდნაც გამორჩეულია აი წმინდა წერილის. და რა ხდება, რომ ასე იგი გზაში ავაზაკებისგან საშინლად ნაცემ დაწყლულებულ სისხლმდინარე დაგდებულ ძირს ადამიანს დაინახავს ჯერ მღვდელი და გზასაულის, შემდეგ დაინახავს ლევიტელი და ისიც გზასაულის და მესამე ვინც ამასთან აი ამ გზაზე იხილავს ამ ნაცემ ადამიანს და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს, ეს არის სამარიტელი. როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სამარიტელი ეს იყო სამარია, ასე ვთქვათ, მოსაზღვრე ქვეყანა იუდეველთა, რომელშიც ნაწილობრივ ცხოვრობდნენ იუდეველები, მაგრამ ძირითადი ნაწილი იყო წარმართები ცხოვრობდნენ და აი სამარიტელებსა და იუდეველებს შორის ყოველთვის იყო უთანხმოება, ყოველთვის იყო დაპირისპირება, ნუ ბუნებრივია იუდეველები მათ არ ცნობდნენ სრულყოფილ ადამიანებად, ცოდვილებად განიხილავდნენ, ხოლო სამარიტელებიც აი ამ ასეთ სიძულვილზე, ასეთ პატივცემულობაზე ხშირად ასევე პასუხობდნენ თავისი გარკვეული ესეთი დაპირისპირებით, ზოგჯერ აგრესიით და აი ეს სამარიტელი, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი ჯული, აღმოჩნდება, რომ გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, კეთილია ვიდრე ჟულის აღმასრულებელი მოდელი და ასევე ჟულის და სამღვდელოების მსახური ლევიტელი. და ბოლოს იგი და ეს სამარიტელი მიდის ხედავს ამ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას, რასაკვირველია ჩერდება, ღვინით მობანს მას ჭრილობებს, ზეთს, სხებს, როგორც მალამოს, მიიყვანს
ყოველთა სადგური ძველი ქართულით ნიშნავს თანამედროვე სასტუმროს. ესე იგი მრავალთა სადგური, სადაც ადამიანები ჩერდებოდნენ და მეორე დღეს ის როდესაც გამოდის ამ სასტუმროდან აი ამ სადგურის უფროს ფლობელს უტოვებს თანხას და ეუბნება რომ მე დავბრუნდები მალე და თუ რამე კიდევ ამ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას დასჭირდება მე ამას ყველაფერს აკინასღაურებ. Ну ეს არის აბსოლუტური, ესე ვთქვათ, ზრუნვა მოყვასის მიმართ. და ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად სამარიტელთა და იუდეველთა შორის დაპირისპირებისა, ეს სამარიტელი ადამიანს უყურებდა როგორც ადამიანს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, მისი აღმსარებლობისა და თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ეს იუდეველები ძალიან ესეთ უპატივცემულობას იჩენდნენ სამარიტელთა მიმართ და ზოგადად წარმართთა მიმართ. და აი რა არის აქ მთავარი, რომ ესე იგი, როდესაც ადამიანი სიკეთეს არ აკეთებს, იმის მაგივრად, რომ შეინანოს აღიაროს უფლის წინაშე თავისი უძლურება და მიიღოს ამის საფუძველზე ღვთისგან შენდობა, ამის მაგივრად იგი იგონებს სხვადასხვა სახის მიზეზებს, რომ გაამართლოს თავისი გულგრილობა. და ეს ისევ და ისევ გამიმეორებ ცოდვის გამართლება, ესე იგი, რატომ ჩაუარა ღვთელმა? ღვთელის მოვალეობა ხო პირველ რიგში არის გაჭირვებულზე ზრუნვა. აი ის სწორედ ამართლებს თავის არიდებას, აი ამ ზრუნვისაგან, მოყვასისადმი ზრუნვისაგან თავის არიდებას ამართლებს იმით, რომ ჯერ ერთი მას რაღაცა თავისი საქმეები აქვს, რომელიც ღვთის წინაშე მან დააღასრულოს და იგი ამას შესაბამისად თავის თავს არ აძლევს თითქოს უფლებას, რომ აი ამ საკითხზე გადაერთოს. და ზოგადად აი ამ თავის გულგრილობას აი ამართლებს, რომ ეს არის ალბათ ცოდვილი ადამიანი, რომელიც ავაზაკებს შორის აღმოჩნდა და არ არის ღვთელი ვალდებული, რომ აი ამ ადამიანთან გაჩერდეს და მასზე იზრუნოს. იგივეს აკეთებს ლევიტელი. შესაბამისად, ეს არის სწორედ წერილის არასრულიერი წაკითხვა. ეს არის, როდესაც ადამიანი სიკეთეს აკეთებს იმდენად, რამდენადაც ეს მას სურს, რამდენადაც ეს მისთვის სირთულეს რაიმე მსხვერპლს არ წარმოადგენს. და ამიტომ იქმნის ასეთ სურათს, რა არის მისი ვალდებულება მოყვასის წინაშე და აი რაც არ არის, იქ სრულიად, ესე ვთქვათ, უხინჯოთ შეუძლია აარიდოს თავი ამ პასუხისმგებლობას, ხოლო ეს იგავი, რომელსაც მაცხოვარი ეუბნება შულის მეცნიერს, აჩვენებს მას და ათქმევინებს მაცხოვარი, რომ ესე იგი ვინ არისო მოყვასიო აი ადამიანისა, რომელიც ჩავარდა ავაზაკთა შორის და მაშინ ჟულის მეცნიერი იძულებულია რომ აღიაროს, რომ ეს მისი მოყვასი არის ის, ვინც სიკეთე გააკეთა და მაშინო შენცო ასე აღასრულეო ეს სიყვარული მოყვასის. ანუ მაცხოვარი გვეუბნება, რომ ნებისმიერი ადამიანი არის ჩვენი მოყვასი
ნებისმიერი ადამიანის მიმართ უნდა გქონდეს ასეთი თანაგრძნობა, თუ იგი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებელია, თანაგრძნობა ამ გზაზე, აი ამ სულიერი ცხოვრების გზაზე, ჩვენ ხშირად სხვადასხვა სახის ხარვეზები ხვდება, როგორც ხილული, ასევე უხილავი და შესაბამისად აი ეს ასეთი დამოკიდებულება სამარიტელისა გაჭირვებული ადამიანის მიმართ ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება, ჯანსაღი ასეთი ადამიანის სიყვარულის ნებისმიერი ადამიანი უნდა უყვარდეს ქრისტიანული გაგებით, მოყვასის სიყვარული არის ნებისმიერი ადამიანის სიყვარული. ნებისმიერი ადამიანი ღვთისშვილია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმოშობისა, აღსარებლობისა და თუნდაც ზნეობრივი მისი მდგომარეობისა, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვიცით ღვთის წინაშე, ვინ მეტად არის დამნაშავე, ვინ ნაკლებად. ამიტომ ასე შეფასება ადამიანისა, რომ ის ცოდვილია და მას ჩვენ არ უნდა მივეკაროთ და ის ღირსია იმ სასჯელისა, ეს არის ძალიან სასტიკი და ულმობელი შეფასება და რაც მთავარია გამართლება საკუთარი სულიერია სიღარიბისა. და აი ამ გამართლებამ მიიყვანა ჟულის მეცნიერები, მწიგნობრები და ფარისევლები იქამდე, რომ მათ ესე იგი იესო ქრისტეში დაინახეს ჟულის დამარღვეველი, დაინახეს ბოროტი სულის საფუძველზე მომქმედი პიროვნება და აი ამან გამოიწვია ეს მათი გონების დაბნელება, გულის გაქვავება და რაც თავარია, აი შეიძლება ადამიანი რაღაც შემთხვევაში მცნებას ვერ ასრულებდეს, მაგრამ ინანიებდეს და ისინი კი არ ინანიებდნენ, არამედ ცოდვას ასე იგი ამართლებდნენ და ამით გული გაისასტიკეს და შედეგიც იყო ის, რომ მათ ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი და აი ამ იგავის საშუალებით მაცხოვარი აი ამ ჟულის მეცნიერს თავად ათქმევინებს, რომ სამარიტელია მოყვას. ანუ ის, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ მოყვასი არის მხოლოდ იუდეელთა საზოგადოებაში, აი ამ მაგალითის საფუძველზე მან აღიარა, რომ სამარიტელია, ასე იგი მოყვასი. და ეუბნება, რომ შენც ასე გააგრძელე, ყველას მიმართ, ყველა ადამიანი არის შენი მოყვასი და თუ ის ჯერ ვერ ცხოვრობს ღვთის ცნებებით, ან საერთოდ არ ესმის ჭეშმარიტი ჟულის უპირატესობა და მისი ჭეშმარიტი ესეთი რაობა, რომ მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, ეს ნიშნავს, უნდა ვემსახურებოდეთ მას და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს გასაჭირი ადგას თავზე, არაფრით არ შეიძლება მას გვერდი აუაროთ ჩვენ და თუ ჩვენ ცხოვრების ფურცლებს გადავხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ არაერთხელ ჩვენ აღმოვჩენილ ვართ მუდლისა და ლევიტალის როლში. დიახ, თუ კარგად გავიხსენებთ, შეიძლება ჩვენ აღმოვჩენილ ვართ სამარიტელი, ესე იგი მოწყალე სამარიტელის როლშიც, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. ჩვენ შეიძლება სიკეთე გქონდეს გაკეთებული, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ჩვენ გქონდეს მაგალითები ასეთი არასაკმარისი მსხვერპლის გაღების, არასაკმარისი ასეთი ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებისა. ყველას გვაქვს რაღაც მაგალითი, სადაც ჩვენ ეს ვერ მოახერხეთ და აი მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანი
არ შეცოდოს, რასაკვირველია, მიზანი არის სიწმინდე უცოდელობა, მაგრამ თუ კი ადამიანი მაინც სოდავს, თავარი არის სინანული, რომ ადამიანმა აღიაროს, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა სახის უძლურება და თუ ის ამას აღიარებს, მისი გული აი სიმძიმისაგან, ცოდვისგან მიყენებული ჭრილობისაგან განთავისუფლდება და განიკურნება და შვება მიეცემა. აი ეს არის სწორედ ჭეშმარიტი ხედვა წმინდა წერილისა, როდესაც შენ სინანულში ხარ, როდესაც შენ გულს განიწვევ, მაშინ შენი გული ხედავს ნათელს და როცა გული ცოდვით არის დამძიმებული, ის ვერ ხედავს ნათელს და ასეთ დროს ადამიანები ვეღარ არჩევენ, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიცრუე. შევთხოვოთ უფალს, რომ ვითარცა მოწყალე სამარიტერმა მყისიერად დაუფიქრებლად, არც უფიქრია ვინ არის ეს ჩემი მტერი იუდეველი არის თუ ვინ არის, დაინახა გაჭირვებული ადამიანი და მივიდა. ეს მყისიერად უნდა გაკეთდეს, ეს ამისი დიდხანს დაფიქრება, დიდხანს ესე ვთქვათ შეყოვნება სახიფათოა, იმიტომ რომ შეიძლება ვეღარც გააკეთო ეს, ან დაგვიანდეს საერთოდ ამის გაკეთება, მოწყალების საქმის გაკეთება და აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა ვეძებდეთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში ალბათ ხვდებიან, როგორც ესე ვთქვათ, უახლოეს წრეში, ნათესავების, მეგობრების წრეში, ასევე სრულად უცნობი ადამიანები ხვდებიან და ჩვენ ძალისაებ ჩვენისა მათზე ვზრუნავთ, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვახსოვდეს, რომ აი ეს მოწყალების საქმის კეთება უნდა იყოს ესეთი ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და რაც უფრო ხშირია ეს ზრუნვა მოყვასზე, მით უფრო ადამიანი სულიერად მდიდრდება, სულიერად მაღლდება და რასაკვირველია, მას ღმერთი აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვასაც დაეხმაროს, სხვაზეც იზრუნოს. ეს არის დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ საკუთარი სული შეგვიძლია ავამაღლოთ ცოდვათა ტვირთისაგან, შევსუბუქოთ ეს ტვირთი, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ანუ მთავარი აზრი აი მოწყალებისა, როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, არის არა მარტო ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მოყვას, ესე იგი, ტვირთი შევსუბუქოთ და ვიზრუნოთ მასზე, არამედ არსი აი ამ მოწყალების არის კიდევ ის, რომ ჩვენ ამ დროს ჩვენ თავად ღებულობთ უფლის უდიდეს წყალობას და ამიტომაც აი რუსთაველი ბრძანებს ვეფხისტყაოსანში, რომ
რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგული. აი ყოველი მოწყალების საქმე ეს არის სახურება არა მარტო მოყვასისა, არამედ ღმერთისა. და ღმერთი ასწილად მოგვაგებს ჩვენ ამისთვის ყველას. აი ეს არის მთავარი არსი ამ მოწყალებისა, რომ ჩვენ ვემსგავსებით უფალს, როცა მოწყალების საქმეს ვაკეთებთ და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ გვიყვარდეს ყოველი ადამიანი განურჩევლად მისი ეთნიკური წარმოშობისა, მისი აღსარებლობისა და თუნდაც მისი ზნეობრივი მდგომარეობისა. ღმერთმა მოგვცესა ეს ნიჭი მოწყალებისა, რათა მივემსგავსოთ მოწყალე სამარიტელს და ღმერთმა დაგვიფაროს გულგრილობისაგან, გულქვეობისაგან და თუ მაინდა-მაინც ჩვენ ცხოვრებაში ეს მოხდება, არასოდეს არ გავამართლოთ ეს ჩვენი შეცდომა, არამედ ვაღიაროთ ღვთის წინაშე, მოძღვრის წინაშე, შევინანოთ და გამოვისყიდოთ ჩვენი ისევ სწორი ცხოვრებით ეს ჩვენი ცოდვა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.